წინაშია ძალიან დიდი სიურპრიზი გიორგი ვარდოსანიძე. აბა ჩემო გიორგი. ტაში დააჯილდოთ. ეხზე ადგომით თუ შეიძლება. საქართველოში აცილე და მოიდეს პირველი კამპანი გიორგი ვარდოსანი. მე ახლა შიგნით ვტირი მეგობრებო. მოგესალმები. დამბზადეთ. დამბზადეთ თუ შეწუხდებით. სურამატონო. ჩემო გიორგი. შემოგევლე. წარმატებები 1-2 წამი დავდგინე. მოდი შეგენაცალე მოდი. იმდენი ხანი იდექია. ბიჭო. არაფერი არ შეცვლილა არა. შემოგეს 3 რილაკი ისე. კაი, რავი. ბოდიში, თორე წამიღებ 3 წლის წინანდელზე და მიხარია, მადლობა რომ დამიძახეთ და სწორიც ქენით, იმიტომ რომ ნუ რა თქმა უნდა, ხო? რა თქმა უნდა. ფუძემდებელი ერთ-ერთი ამ პროექტის. ღერძი, სტოლპა. ესეთი კაცი, რა თქმა უნდა მე ვარ. შენ ხარ ამ პროექტის პელე. ახლა მარადონა აგზელებს მართალია, მაგრამ შენ ხარ პელე. მართლა მიხარია რომ კიდე დაიწყეთ წარმატებები მთელი გულით. ეს პროექტი ჩემს ცხოვრებაში ისეთი მომენტი იყო, რა მნიშვნელოვანი მომენტი იყო, ბევრი მაგარი მოგონება მაქვს, ამიტომაც სულ მიხარია, როდესაც თამასა უჭირავს და თქვენ იცით ახლა აწეული თამასა, უნდა მინიმუმ გვეჭიროს, ან უნდა ავწიო. ავწევთ აუცილებლად. აი ეგრე, ჯერა. მე გახსოვ ვარ? არა. დავტარი მეცური. არა, იმიტომ რომ მაშინ მორიგეობით ვიყავი, ჯიუ და. ახლა უკვე მარსული იქნება. კალიგრაფიას ხვდები? კი. შვენივრად. შენ მაგარი ზედმეტ სახელი აქვს. რა გააცინე და მოიგე საუკეთესო წამყვანი. ვაი მე თქვი მე. ასე რომ გამიხმეს. პახმელიაზე ვარ. თამასინად მე და ბახო ბიჭი გაშვილი და მე წამო გიორგისაც გავუვაროთ. დილით ხაზზე მიდიოდით და მივედით კორპუსთან და მეძახეთ. გააცინე და მოიგე საუკეთესო წამყვანი. და გამოვიხედე. დილის ბიჭო მე 20 დაძახებაში გაგვაგონე. კი, გამოვიხედე რა თქმა უნდა. მარტო მაგაზე ვიხედები. გიორგი, აჯა, რას აკეთებ ახლა? მე ხა მაგარ რაღაცებს ვაკეთებ ძალიან და ზუსტად ხა ამ ფანტასმაგორიულ ადგილს ხომ აძლევთ უფლებას რომ გამოვიყენო. მინი პიარი რო გავაკეთოთ რა. მე ვარ ხა YouTube-ზე, მაქვს რამდენიმე ფორმატი, მაგრამ ესეთი მთავარი ლოკომოტივი არის ჩემი პოდკასტი, საქართველოში თამამად ვიტყვის საუკეთესო პოდკასტი, არასერიოზული პოდკასტი, ამიტომაც ხოიც რაც უნდა ქნათ, ვისაც არ გინახავთ, უნდა გადახვიდეთ, გიორგი ვარდოსაიძე ჩაწეროთ და დათქმეთ, უკვე 100 ეპიზოდი დაიდო, მესამე სეზონია. იუმორისტულია? არა, ესეთია, ყოვლის მომცველი არის, არასოდეს არ იგეგმება, საით წაგვიღებს, სტუმარი მოდის და 2 საათის მანძილზე განვიხილავთ რაღაცეებს. ხანდახან ძალიან სასაცილოა, ხანდახან შეიძლება ძალიან შემეცნები. აბა გული არ დაგწდება, ახ მე რო დგევა რა. არა, მთელი გული წარმატებებს გისურვებ. რაღაც მეც მოვა შენთან. გეფიცები, მართლა, მთელი გული წარმატებებს. მისი საყვარელი ბერძენი არის ზეთის ხილი, იმიტომ უყურებ. ხო გაიგურობა. ბერძნული სალათიდან არის, ხო? კი, და. პატივცემულო ჟიური. ეს კაცი ძალიან მიჩვეულია აქ დგომას უпроსწორად. არა, აქაც ვიდექი 1000 მაქვს მოგებული. იყო ეგ დრო. ერთო გამოსვლელის ვიყი. რას ამბობ შეგენაცა? მაგრამ დღეს მე განსაკუთრებულად არ მოსულა. ერთი ბოდიში მინდა წინასწარ. ულამაზესი ვალიზი აქ. ჩემი რამდენიმე ხუმრობა, სულ 3-4 ხუმრობა აქვს. ცოტა ისეთია, +18. ეს ჩემზე თქვი ხო? მე მგონი იცის რომ ვარ 11 წლის და +18 იმიტომ თქვა. მართლა 11-ის ვარ არ როგორ. მინდოდა ამაზე კალირება, მაგრამ ნუ. ყველა მანდილოსანი არის აბსოლუტურად არა, ესე არის. და ერთი ასაკი. 11-ის ვარ, ამ დროს 12-ისაა, მე ხო ვიცი. არა 12-ის ხვდები, ნახე 4 წელში ერთხელ მაქვს დაბადების დღე. რა. და ჯერ ვარ 11 წლის, მართლა. შენ გიხუმრია და მე მართლა 12-ისაც ვამბობ. +18-ში მე გავალ. ხო, ან ესე ქედი. მაგარ ამბავს გეტყვი ხა. აბა გინდა რომ წესები აღიხსნა. თუ შენ ახსნი. ვათაშორის წესი დაემატა. ხო, რაღაც წესი დაემატა. ხო, რაღაც წესი, ზარდახ. რაღაც ზარდახშა. ზარდახშას მე ვიტყვი და შენ თვითონ წესები. გონია მახსოვს. წესები ესე იყო. მოკლედ, მონაწილეს 5 წუთი აქვს, პირველი წუთი 50 ლარიანი, მეორე წუთი 100 ლარი, მეორე 200, მერე 400 და ბოლო 1000 ლარი. აი, ზარდახშა კი არ ვიცი და ეხა ზურაგა. ზარდახშას მეგეთ. თუ 400 ლარამდე კარგად ითამაშებ.
და გადაწყვეტ 8000 ლარზე ითამაშო ხო? და მაგრამ ვერ გააცინებს ჟიურის, დედაჩემი მაშინ ხო? არსებობს ორი ზარდახშა. ორი ზარდახში. ერთი დევს ფული, მეორეში არა. თუ ფირკველები, გამოიწვევ აჰა, ფულიანს, ეს ფული შენი იქნება. გასაგები. თუ არა და მოგჭამა ჭირი გადაწყვეტა. 50 ლარიანი ხუმრობა გინდა გიგანა ხო? დავაი გამოვში. თან შეხო თქვი რომ ძველი მეგობრობა. 18 პლუს ხუმრობები მექნება. აი ზურამ რო გითხარო. გინდა ოწესებიო, აგიხსნაო, შენ ეგრევე უნდა გეთქო რომ როდის იყო შვილი ბებიას ქსოვას ასწავლიდო, ქსოვასო, ხო? კაცვა, გაიყვანეთ ხე. გაიყვანეთ და აუხსენით რო გრა შეიძლება. კაი, კარგია, ჩემო გიორგი, დავიწყო. ბავშვი მეზდება სახში, მეგობრებო, ბავშვი, მამა ესე გვესდება, მამა გავხდი, მეგობრებო, ტაში, გილოცა, ერთი მარა სახში გვესდება ყველა სვიდები. ხო და მე ისე დავტოვე პამპერს რო უცვლიდით, მე ვთხარ, აი 5 წუთში მოვათქო და გადაღებაზე გამოვიქეცი და სწრაფად დავიწყო, სწრაფად დიდი მადლობა და ჩვენი მაგაცია. დათა ხარ? 1 დათვარ. 2 გიორგი. აი, ხო იცით, ისეთი ქალები რო არიან რა, მასკულანური ქალები, აი რაღაცა კაცივით ქალები რო არიან, ხო იცი, აი რაღაცნაირი ქალები. ეგ იცი სექსის დროს როგორ ყვირიან? არ კარგია. არა, ვიცოდი ახლა ახლავე რაღაცას მივხვდი რომ 50 ლარი მოიგე, ჩემო გიორგი. რაღაცა იქნებოდა, მაგრამ 50 ლარი მოიგე. ხო? ეს არის კაი დასაწყისი. ხო? მაგრამ შენ 1000 გაქვს მოგებული აქა და იყო დრო. არ შეეპუო იცოდე. მოიცი, ჩავხედო, მართლა არ ვიცი მაგ თუ არა. ჩახედე, ამდენიც გინდა აქა ვარ. აი, ძალიან ცუდებია. პირდაპირ გეუბნებით, გრამატიკულადაც არასწორად არის დაწერილი, მაგრამ რაღაცას ვიზა. მიდი, ჩართე. 3 2 1 თქვენ თუ იცით, რითი დამთავრდა ახალბედა პარაშუტისტების შეჯიბრი? არ ვიცი. კაკაშკების წვიმით. ესე წავაგე, ჩემი საწყარი 50 ლარი. კაი. იცოდით რომ ბრედ პიტი რო დათვრება, მეგობრებო. ესე მარიაჟობს რომ ანჯელინას ღერძავდიო. აი, იცოდით ეგან? კარგი, ვაგზელებთ. ჟამა კიდე მესაწყალსა წამოღებული. იცოდით რომ შაკილ ონილი, ხო იცით ვინ არის? როგორ არა? ხო, შაკილ ონილმა რო ტომი ჯერის უჩივლა, იცით? რატო უჩივლა, იცი? გაიცინა. არ გაცილები, არ ვიცოდი მე. 100 ლარი მოიგე. მევიდე. არის ეს ვიცილი ხალხო, ეს პრობა ნახევარი იყო. ღიმილი თუ ხარო არა, არ ვიცოდი მე. მე არა, იყო გაჩერდი ხა. მოიგო კაცმა 100 ლარი რა. არ მინდა ასეთი 100 ლარი. სასამართლოზე წარმოიდგინა ისინი ყველა და მოიგო 100 ლარი კაცმა. აი, მადლობა. მე სიბარდე გიყავ ღერძავდი რომ მიხდი ღერძავდი რა შეიძლება სიბარდე გამეც. ღერძავთ დაგეწია ეგრე ხო, გია. იმიტომ რომ ჯერ არა ვარ 18 წლის მერე თავიდან ვერ მიხდი მაგრამ. აი, მოიცა ამოვშალო, ამან არ იმუშავა. კარგია. ასე რა გაჩქარება. მართლა ხუმრობა ნახევარი მაგ დარჩენილი. ასე რომ და მესამე. ანუ 200 ლარის პროდუქტები დაგაბარეს მე მგონი ხო? კი, პამპერსი, რაღაცა სემილაკი და რაღაცები. ეჩქარება კაც, აბა. 3 ჩართე? 2 1 აი, ხო და შაკილ ონილმა იცი რატო უჩივლა ტომი ჯერის? იმიტომ რომ ყველა სერიაში დედამისის ფეხებს აჩვენებდნენ. მარია, შენ გენაცვალე მე. თავარია მაყურებელი არ ხედავს ამ ყველაფერს, შენ რო გადაბჟირდი, ეგ მიღირს ყველაფრად მე. შენ შემოგევლები. კაი, კიდე ერთს მოვძებდი რამე საწყლობას. აჰა. მაცადები. გაიცინა. გაიცინა ჩაიგას. ასეთი არ მინდა. მესამე აჰა იყო და მაგარი. მესამე რაღაცა მომისმენ ერთი წამიგაც. მომისმენ რაზე იცინი გამაგები. ბიჭო მიყვარს ეს კაცი და მეცნიება და რა ვქნა. ხო და იწია მაშინ ჩაწყობილია. პირდაპირ გავატანოთ 1000 ლარი თუ გიყვარს. იწია რა, ჩაწყობილიც არის, მაგრამ გამეცნიება. არ ზუმაგისობა? ცოტა ვილაპარაკეთ ზურა, ჩვენ ადრე ეგრე კეთდებოდა ხოლმე, ეხლა ხო. გაგიყვანე წილში მე. კაი, მე მორჩები 200 ლარზე, მართლა, იმიტომ რომ კაი, გიორგი, მამა მელოდება, შენ მამა კი არა და ჩემი შვილი. ახლა შენ რო 200 ლარზე მორჩები მე იყვნენ მართლა ჩაწყობილი იყო. არა, ჩაწყობილი, მართლა გეუბნები. 100-ზე ჩავაწყეთ, მე 200-ზე მართლა გაეცინა, ანუ. ყველაფერი როგორც ადრე. 100 ნაღდი. ყველაფერი როგორც ადრე. დიდი მადლობა, ჩემო გიორგი. პირიქით. ოქროკაცი ხარ და ტაში დავაჯილდოთ ეს კაცი. იმიტომ რომ ამ კაცს დიდი წვლილი მოუძღვის ამ შოუში. წარმატებები, თქვენ წარმატებები, შენ ჩემო ოქრო და რა ვიცი, თამას აგეცი. მოდი აქ, ფული აიღე, მოიცა, ფული აიღე. რა უნდა ვქნა? აი ეს დაატრიალე კარგად. რატატარა. ჰას, ვაიმე.
ნახე, იყო შედრო ვახში გენაცვალე. არა, ეს რაღაცა გიშოვია თქვენ. ჩემი წილი. მეტი არ უნდა. სხვა დროს მოვა სხვაზე, всё. უღრმესი მადლობა, ჩემო ზოგ. ხელი გული წარმატებული. ბედნიერად შემოწმა. შენ გაიხარე, უღრმესი მადლობა, გიური. დაკოცეთ ისეთ. აი, გიორგი. ადიოს. აში, დააგულდო, აში.